ყოველი მეორე ადამიანი საკვები დანამატების სახით რაღაცას იღებს დღის განმავლობაში, ან ვიტამინებს, ან მინერალებს, ან სხვა საკვებ დანამატს, რათა ჯანმრთელობა გაიუმჯობესონ და აქვე ჩდება პირველი კითხვა, რომ იქნებ ტყუილად ვიღებთ ამებს და იქნებ ჯობია რომ საკვებით მიიღოს ადამიანმა ყველაფერი ბუნებრივად. ეს თვითონ კითხვა ლეგიტიმურია და ამაზე არის ორი სახის პასუხი. ერთნი ამბობენ რომ შესაძლებელია საკვებით ყველაფრის მიღება, მაგრამ აქ არის მკაფიო საკითხი, მაგალითად D-ვიტამინის საკმარისი რაოდენობით საკვებით მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ გჭირდება გარედან მიღება, როგორც ვიტამინი უმეტეს შემთხვევაში, ხო, ვიღაცები იტყვიან რომ მზეზე გადი და მზეზე გაატარე დიდი დრო, მაგრამ ერთი ის არის რომ ყოველთვის კლიმატი არ უწყობს ხელს ადამიანს რომ მზეზე საკმარისი დრო გაატაროს, მეორე თვითონ მზეც არ არის სასარგებლო კანისთვის. შესაბამისად, D-ვიტამინის მიღება ბევრი გაიდლაინით რეკომენდირებულია. მეორე მაგალითი არის მაგნიუმი. მაგნიუმის დეფიციტი ადამიანების თითქმის 50%-ს აქვს და ზოგი კვლევებით 70%-ს. და მაშინ კითხვა რომ რატო რა ვერ იღებს საკვებით საკმარისი რაოდენობით მაგნიუმს ადამიანი და მაგნიუმი თან ძალიან საჭიროა, მაგალითად 300-ზე მეტ რეაქციაში მონაწილეობს ფერმენტების რეაქციაში და ისეთ მნიშვნელოვანი მოვლენებისთვისაა საჭირო, როგორც არის კუნთის შეკუმშვა, ნერვებში იმპულსის გატარება და მდგომარეობაც, ნერვული მდგომარეობაც კი. მაგალითად შეიძლება ფოთვა მოიგმატოს, როცა ადამიანს მაგნიუმის დეფიციტი აქვს. და მაშინ რატო ვერ ვიღებთ საკვების სახით? ანუ ყოველი მეორე ადამიანი ვერ ახერხებს რომ საკვებით მიიღოს საკმარისი მაგნიუმი და ამაზე პასუხი არის რომ მაგნიუმი იხარჯება სტრესის დროს, ან როცა დიდი რაოდენობით კოფეინს იღებს ადამიანი, ალკოჰოლს, ნიკოტინს და ასე. ანუ თვითონ იხარჯება ეს მაგნიუმი მიუხედავად იმისა რომ ვიღებთ და ამიტომ ადამიანს დიდ რაოდენობას აქვს მაგნიუმის დეფიციტი და გარედან მიღებაა საჭირო. მეორე მთავარი კითხვაა ხოლმე რომ როდის ჯობია საკვები დანამატების ან ვიტამინების მიღება? ამაზე ყველას რა თქმა უნდა უწერია, ყველა საკვები დანამატს როდის უნდა მიიღო, მაგრამ თუ არ იცით, თქვათ აი არ ვიცი და არც ვკითხულობ და ან არ ვიცი როგორ უნდა ვნახო, ასეთ შემთხვევაში პრინციპი არის დაახლოებით ესეთი, რომ თუ B-ვიტამინის კომპლექსია მაგალითად, ან ვიტამინების კომპლექსია, ან C ვიტამინია, ჯობია დილით. B-ვიტამინი იმიტომ რომ სტიმულანტია, ვიტამინების კომპლექსი იმიტომ რომ ვიტამინების შეწოვას მრავალ შემთხვევაში ჭირდება საკვები და უფრო რაციონალურია დღის განმავლობაში მიიღო, რადგან საკვები აუცილებლად მოხდება დღის განმავლობაში და მათ შეწოვას დაეხმარება. რაც შეეხება C ვიტამინს, C ვიტამინი კიდე იმუნიტეტს გააუმჯობესებს დღის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ასევე ადაპტოგენები როა, როდეოლა მაგალითად ესეც დილის კორტიზოლის დონის კონტროლისთვის დილით ჯობია მაგალითად მისი მიღება. თუმცა არის ზოგი საკვები დანამატი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. მაგალითად, ვთქვათ, კატაბალახა, მაგალითად, მაგნიუმი, კალციუმის კუნთების მოდუნებისთვის მნიშვნელოვანია და ეგენი საღამოთი ჯობია. ასევე დამამშვიდებელი ეფექტი, რომელსაც აქვს L-თიანინი, მაგალითად, საღამოთი ჯობია, რელაქსაციის დამამშვიდებელი და ძილის გამაადვილებელი ეფექტები აქვს. და კიდე უმეტესობა სტრესის მომხსნელები რაც არის და რაც GABA რეცეპტორებზე მოქმედებს და დამშვიდებას იწვევს, მათი მიღებაც ჯობია დღის მეორე ნახევარში, ესეც როგორც ზოგადი წესია. შემდეგი მნიშვნელოვანი კითხვა და შეცდომაც არის ხოლმე, რაც ადამიანები უშვებენ, რომ ჯობია საკვებთან ერთად მივიღოთ დანამატები თუ საკვების გარეშე. როგორი პრინციპით უნდა ვიხემძღვანელოთ? მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, რომ თუ კი ვიღებთ ცხიმში ხსნად ვიტამინებს, A-ს, D-ს, E-ს და K ვიტამინს, მაგათ ყველას ჭირდება საკვები. ანუ საკვებთან ერთად ჯობია ცხიმში ხსნად ვიტამინებს, მეტიც ცხიმიანი საკვები
ჯობია რომ მიიღოთ. ცხიმიან საკვებში არ გულისხმობ რომ მაინც ღორის ქონდა ესეთები, მსუბუქი ცხიმიც, მაგალითად რძის პროდუქტები, რძე, ყველი, იოგურტი, ეგენიც მიიჩნევა რომ ცხიმიანი საკვებია და მათთან ერთად მცირე რაოდენობაც საკმარისია რომ მათი შეწოვა გაადვილდეს. თუ საუბარია C ვიტამინზე და B ვიტამინზე, რომელიც წყალში ხსნადია, მათი მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთადაც და მათ გარეშეც. საკვებთან ერთად იმიტომ იღებენ ხოლმე რომ უფრო ადვილია იმ მხრივ კუჭი არ გააღიზიანოს. მაგალითად C ვიტამინის მიღება შეიძლება საკვების გარეშეც მასთან ერთადაც, მაგრამ შეიძლება ზოგ ადამიანს უღიზიანებს კუჭს. ამისთვის საკვებთან ერთად უფრო მარტივია მიღება. ასევე C ვიტამინის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯობია დოზის გაყოფა. არ არის სასურველი რომ მაღალი დოზა ერთბაშად მიიღოს ადამიანმა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში C ვიტამინის შეწოვა მცირდება და პრაქტიკულად 50% შეიწოვება, ნახევარი შეიწოვება. მაშინ როცა თუ მაგალითად 50 მილიგრამებით ან 100 მილიგრამით მიიღებს ადამიანი C ვიტამინს თქვათ 3 დღეში, პრაქტიკულად 100% შეიწოვება. მაგრამ თუ ერთხელ მიიღებს მაგალითად 500 მილიგრამს ერთჯერადად, პრაქტიკულად განახევრებულია შეწოვა. ანუ ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დოზის გაყოფას. ჯობია რომ დღის განმავლობაში გაანაწილო და მეტიც იმუნური სისტემის სტიმულაციას და მოდულაციას ახდენს C ვიტამინი და მთელი დღის განმავლობაში ორგანიზმი დაცული იქნება ამ ოქსიდაციური სტრესისგანაც და იმუნიტეტის ფუნქციაც გაუმჯობესებული იქნება. შესაბამისად, გაყოფა C ვიტამინის რეკომენდირებულია. გაყოფა ასევე კალციუმის არის რეკომენდირებული. კალციუმის რატომ? იმიტომ რომ მაგალითად კალციუმ კარბონატი, რომელიც ყველაზე ხშირი ფორმით იყიდება, ანეიტრალებს კუჭის მჟავას და კუჭის მჟავას რო ანეიტრალებს, საჭმლის მონელებას უშლის ხელს. ამიტომ აქედან ორი წესი გვაქვს. ერთი წესი არის რომ უბრალოდ დაბალ დოზით მივიღოთ ორჯერ დღეში მაგალითად ერთხელ 1 გრამის ნაცვლად ორჯერ 500 მილიგრამი ან კიდევ უფრო გაყოფაც შესაძლებელია. და საკვებთან ერთად შეიძლება ჟღერს რომ რატო თუ მჟავას ანეიტრალებს, მაშინ საკვებთან ერთად რატო უნდა მივიღოთ და ზუსტად მაგიტომ რომ როცა საკვებს ჭამს ადამიანი, ის ასტიმულირებს მეტი მჟავის გამოყოფას და შესაბამისად კალციუმის შეწოვისთვისაც აუცილებელია მჟავა რო იყოს კუჭში და თან კიდე რაღაც რაოდენობას გაანეიტრალებს, მაგრამ ბევრს არ გაანეიტრალებს თუ დაბალი დოზით მიიღებს, შესაბამისად თავისუფლად შეიწოვება. კალციუმის შეწოვისთვის ასევე მნიშვნელოვანია D ვიტამინი, ამიტომ ხოლმე რომ D ვიტამინი და კალციუმი ხშირად ერთად მიიღება ხოლმე. კალციუმის ციტრატი მაგალითად, რომელიც კალციუმის ერთ-ერთი ფორმაა, ნებისმიერ დროს შეიძლება მიიღოს ადამიანმა, დიდი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. უმეტესობა სხვა მცენარეული დანამატები, ვთქვათ, არის სხვადასხვანაირი ფაყაყურა მაგალითად ან ტურმერიკი ან აშვაგანდა და ასე სხვადასხვანაირები ბევრი შესაძლებელია საკვების გარეშეც, მაგრამ ზოგადი პრინციპი არის ხოლმე რომ საკვებთან ერთად ნაკლებად აღიზიანებს კუჭს და ამიტომ ხშირად საკვებთან ერთადაა რეკომენდირებული. ამიტომ თუ არ იცის ადამიანმა ზუსტად თუ არ იცის საკვების გარეშე თუ საკვებთან ერთად, ძირითადად მცირე საკვებთან ერთად. ან ბევრის ჭამა არ არის აუცილებელი, მაგ დროს მცირე საკმარისია იმისთვის რომ შეწოვა იყოს ოპტიმალური და კუჭი ნაკლებად ან არ გააღიზიანოს. არის ზოგიერთი ფერმენტი, რომელიც საკვების გარეშე უნდა მიიღოთ. მაგალითად ბრომელაინი, ანუ პრინციპი ასეთია, თუ ფერმენტს იღებთ იმისთვის რომ ტვინზე იმოქმედეს, ანუ ხო იცი რისთვის იღებ ფერმენტს. თუ ფერმენტს იღებთ მაგალითად ლიპაზას და ამილაზას, რომელიც საჭმლის მონელებაში გეხმარება, ეგ საჭმელთან ერთად უნდა მიიღო, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ იღებ ფერმენტს იმისთვის რომ ტვინზე იმოქმედოს, ან იმუნურ სისტემაზე იმოქმედოს, აი თქვათ იგივე ბრომელაინი, ესეთ შემთხვევაში საკვების გარეშე უნდა მიიღო, რადგან საკვებთან შევა ურთიერთქმედებაში და მის მონელებაში დაიწყებს მონაწილეობას და ვერ შეიწევს იმას ორგანიზმი და ანუ ტყუილად მიღებული გამოგივა და ამიტომ ესეთი ფერმენტები, რომელმაც გინდა რომ სისტემურად იმოქმედოს და ორგანიზმში შევიდეს, მაშინ საკვების გარეშე უნდა. თუ საჭმლის მონელებელ ფერმენტებს იღებს, საკვებთან ერთად უნდა.
პრობიოტიკები საკვების გარეშე უნდა საკვებამდე ძირითადად ანუ კვებამდე რამდენიმე ხნით ადრე მიიღება ხოლმე რათა კვებისას გამოყოფილმა ძლიერმა მჟავამ არ გაანეიტრალოს და არ დაღუპოს ის ბაქტერიები, მეგობარი ბაქტერიები, რომელსაც იღებ. Ну, არის მან კამათი, რომ შეიძლება საკვებთან ერთად ჯობდეს პირიქით უფრო გადარჩენაში ხელი შეუწყოს პრობიოტიკებს, მაგრამ მაინც ამ ეტაპზე ოპტიმალურად მიიჩნევა, რომ კვებამდე უნდა მიიღოს ადამიანმა პრობიოტიკები. ასევე ამინომჟავების მიღებაც გლუტამინი მაგალითად იროზინი, სხვა ამინომჟავები რეკომენდირებულია საკვებისგან დამოუკიდებლად მათი მიღება, რადგან ეფექტური შეწოვისთვის თუ ადამიანი სხვა ცილოვან პროდუქტს მიიღებს, მაშინ მათი შეწოვა კონკურენტული იქნება. ანუ არ შეიწოვება საკმარისი რაოდენობით ისინი, რადგან სხვა ცილების და ამინომჟავების შეწოვას დაიწყებს ორგანიზმი და ამიტომ მათი მიღებაც ჯობია საკვების გარეშე, ანუ კვებამდე ძირითადად. კვებამდე რომ იტყვიან ხოლმე გულისხმობენ, თუ არ არის კონკრეტული თარიღი, კონკრეტული დრო, დაახლოებით 40 წუთს გულისხმობენ ხოლმე, შეიძლება 2 საათი იყოს ზოგიერთი პრეპარატისთვის, ზოგისთვის 3. გააჩნია, ანუ უნდა იყოს მითითებული, თუ არ არის მითითებული, უხეშად შეიძლება ადამიანმა დაახლოებით 40 წუთი გათვალოს და 40 წუთის მერე ჭამოს მაგალითად აი პრობიოტიკების შემთხვევაში. კიდევ ერთი მარტივი ხრიკი, რომელიც ადვილი დასამახსოვრებელია და შეიძლება გამოგვადგეს არის, რომ თუ ნახეთ, რომ რაღაცა არის ზეთოვანი კაფსულა, soft gel-ებს რასაც ეძახიან, ან ჟელეს კაფსულასავით როა და შიგნით ზეთოვანია, ეგ უნდა მიიღო საკვებთან ერთად. ეგეთი რა არის? მაგალითად არის C ვიტამინი, D ვიტამინი, არის ომეგა-3, არის ნივრის ექსტრაქტებია კიდე ესე ზეთოვან, A ვიტამინი და ასე. ანუ ბევრი ცხიმში ხსნადი ვიტამინი, ძირითადად ეს ზეთშია ხოლმე გახსნილი და soft gel-ების სახით იყიდება, კიდე სხვა საკვების დანამატებით. თუ ეგეთში შეგხვდა, ეგ ეგრევე ნიშნავს, რომ საკვებთან ერთად უნდა მიიღო როგორც წესი უმეტესობა უკეთესი შეწოვისთვის. სხვაგვარად შეიძლება, მაგრამ უმეტესად ესე ჯობია. ბრენდებს აქვს თუ არა მნიშვნელობა, ხშირად არის ხოლმე კითხვა, აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რა უნდა მოვძებნოთ, რა ეტიკეტზე რა უნდა ვეძებოთ, რომ რამე ბევრი დანამატები არ ქონდეს. დანამატებში იგულისხმება, მაგალითად ფილერები არ ქონდეს ბევრი, არ შეიცავდეს ასევე საღებავებს, ან სხვა საღებავებს, ან ნაკლებად შეიცავდეს მაქსიმალურად. ხო, ფილერები რაც უფრო ნაკლები ექნება, მით უკეთესი. რაც უფრო კაი ბრენდისას იყიდით, ის განსხვავება, ანუ რეალურად უმეტესად ერთ საქმეს აკეთებს, უმეტესად თუ ნორმალური ბრენდის არის რამე და დიდი წარმოება აქვს, როგორც წესი ისე მოსჩილება ხოლმე ევროპულ სტანდარტებს და იქ მავნებელი ფილერები ამოღებულია ისედაც და ამ მავნეს, რომელზეც ვთქვათ არის ვარაუდი, რომ შეიძლება გენომს ცვლიდეს და რაიმე სერიოზული ზიანი მოქონდეს, ეგ ისედაც არ მოაქვს. შესაბამისად შესაძლებელია მისი გამოყენება, თუმცა მაინც ჯობია ხოლმე, რომ თუ რაღაცას დიდი რაოდენობით იღებთ, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით. თუ რამეს ახლა 2 კვირა იღებ, ან თუნდაც 1 თვე, ან დიდი არაფერი, რა ფილერს უნდა შეიცავდეს ისეც, მაგრამ თუ რაღაცა არის, რასაც დიდი რაოდენობით იღებ, მაღალი დოზებით იღებ და ხანგრძლივად იღებ, მაშინ შეამოწმე მის შემადგენლობაში ეტიკეტში რაიმე ფილერები მნიშვნელოვანი თუ უწერია, ან საღებავები თუ უწერია და თუ უსაფრთხოა, თუ მიეკუთვნება ეს უსაფრთხო საღებავებს, თუმცა უმეტესად მაინც მიიჩნევა, რომ უსაფრთხოა. ტალკზეა ხოლმე კიდე საუბარი, რომ ტალკია კონტამინირებული. თვითონ ტალკის საშიში არ არის, რომელიც ერთ-ერთი ხშირად გამოიყენება ხოლმე, მithme ეს ძველად და ძველ ფორმულაციებში უფრო ხშირი იყო ხოლმე და ახლებშიც გვხვდება და რისკი არის, რომ იყოს დაბინძურებული მაგალითად ასბესტოსით, რომელიც კარცინოგენია და არასასურველია, მაგრამ ეგეც ნორმალური ბრენდის და ნორმალური კომპანიის თუ არის საკვების დანამატი, როგორც წესი, მისგან თავისუფალია და ეგეც დიდი პრობლემა არ არის ხოლმე. კიდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის ხოლმე დაწყვილება. თუ შეიძლება ერთად გამოყენება სხვა საკვების დანამატების, ბევრი შეიძლება, უმეტესად რაც საკვების დანამატებიც პოპულარულია, ერთმანეთთან უმეტესის მიღება შეიძლება, უბრალოდ მაინც უნდა ყურადღებით ვიყოთ,
მაგრამ მაგალითისთვის კალციუმი და D ვიტამინი ხშირად დაწყვილებულია და ერთად სასურველიც არის უკეთესი კალციუმის უკეთესი შეწოვისთვის და უკეთესი ეფექტისთვის. ასევე მაგნიუმი აუცილებელია მათთან ერთად ძვლების ნორმალური მინერალიზაციისთვის და ელექტროლიტული ბალანსის დაცვისთვის. B ვიტამინების კომპლექსი ხშირად ინიშნება ხოლმე რკინასთან ერთად. რადგან თუ ადამიანს განსაკუთრებით მაშინ თუ ადამიანს ანემია აქვს. C ვიტამინი ხშირად ინიშნება ხოლმე თუთიასთან. განსაკუთრებით თუ თვითმიზანი და ჩვენი მიზანია რომ იმუნიტეტი გავაძლიეროთ მაგ შემთხვევაში. ომეგა-3 თითქმის ყველაფერთან შეიძლება თითქმის საკვებ დანამატებთან ბევრთან შეიძლება აქვს რაღაც შეზღუდვები მაგალითად თუ ადამიანი სისხლის გამოთხიერებლებს იღებს მაღალი დოზებით ომეგა-3 მას შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს თუმცა ეს რისკი მინიმალურია და დიდი არ არის და არც ისე არ არის რომ მაგის შიშით ადამიანმა ომეგა-3 ვერ მიიღოს თუმცა ეს რისკი არსებობს და ინფორმირებული უნდა იყოს ადამიანი თუ განსაკუთრებით სისხლის გამოთხიერებლებზეა განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასევე C ვიტამინი ხშირად არის დაწყვილებული კოლაგენთან კოლაგენის უკეთესი სინთეზისთვის ორგანიზმში და ესეც კარგი წვლილია ერთად მიღებისთვის რომლები არ არის რეკომენდირებული კალციუმი და რკინა არ არის რეკომენდირებული ერთად რადგან ერთმანეთის შეწოვას ხელს უშლიან თუთია არ არის რეკომენდირებული დიდი დოზებით რადგან სპილენძის შეწოვას ხელს უშლის და თუ მაინც ადამიანს თუთის მაღალი დოზებით მიღება უწევს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მით უმეტეს მაშინ სპილენძის საკვებ დანამატის მიღება რეკომენდირებული დაბალი დოზებით სხვა დროს როცა ვამბობთ ვიგულისხმობთ თუ ერთ დილით მიიღებ მეორე საღამოთი მიიღე რომ ერთმანეთისგან მნიშვნელოვანი დაშორება გქონდეს რათა ერთმანეთის შეწოვას ხელი არ შეუშალონ B კომპლექსის მიღება არ არის რეკომენდირებული კოფეინთან მაგალითად რადგან შეიძლება ოვერსტიმულაცია გამოიწვიოს ორგანიზმის და შიშები და შფოთვები და გულის აჩქარება და პალპიტაცია რაც არასასურველი გვერდითი ეფექტია თუმცა ადამიანების დიდი რაოდენობა მაინც ახერხებს მათ ისე მიღებას რომ არაფერ სიმპტომებს არ იწვევს იმიტომ რომ შეჩეულები არიან და ბოლოს ასეთი კითხვა ხოლმე რომ რამდენის მიღება შეიძლება ერთად ანუ ბევრი საკვები დანამატის მიღება შეიძლება ერთად თუ არ შეიძლება ჯამში პირველი პრინციპი ის არის რომ ჯობია რომ რაც შეიძლება ცოტა რამდენად შეგიძლია რომ ცოტა მიიღო იმდენად ცოტა უნდა მიიღო მაგალითად 2 სხვა საკვები დანამატი ან 3 განსაკუთრებით კარგია ეგ იმისთვის რომ ეფექტს დააკვირდა იმიტომ რომ საკვებ დანამატზე ეფექტურობაც ინდივიდუალურია ადამიანის და თუ კი 10 რაღაცას იღებს რომლისგან გაქვს ეს ეფექტი თუნდაც კარგი იყოს თუნდაც გვერდითი ეფექტი იყოს ძნელი იქნება მაგის დიფერენცირება და თუ კი გეცოდინება რომ თქვა 2-ს იღებ ან 3-ს იღებ მაშინ მარტივად შეამჩნევ რომლის ეფექტია ასევე თუ ვიტყვით რომ თქვა არიან ადამიანები რომლებიც 5-6 საკვებ დანამატს იღებენ დღის განმავლობაში ეგეც არ არის დიდი პრობლემა აი უნდა დააწყვილო დაახლოებით რომ დილის უნდა მიიღო შედარებით მეტი შუადღით დანარჩენი შუადღეზე და საღამოზე უნდა გადაანაწილო მაგალითად D ვიტამინი ომეგა-3 და კალციუმი შეიძლება დილით მიიღოს ადამიანმა მაგნიუმი შეიძლება შუადღით მიიღოს და თუთია საღამოთი აი ეს 5 გამოდის მაგალითად ან აი ესეთი პრინციპით გადაანაწილოს სხვებიც იქიდან გამომდინარე რეებს იღებს ადამიანი და თევზის კონზე ანუ ომეგა-3-ზე ახალმე ხშირად კითხები რომ რომელთან შეიძლება რომელთან არ შეიძლება ბევრ შემთხვევაში და უმეტესად ხშირ საკვებ დანამატებთან მოკლედ თევზის კონი შეიძლება და როგორც წესი ეგ პრობლემა არ არის უბრალოდ ყოველთვის სასურველია რომ დიდი ბრენდებისგან იყიდოთ ან დიდი ბრენდებისგან რადგან ეგენი უფრო ხშირ შემოწმებას გადიან და მაგას აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა ხარისხთან დაკავშირებითაც რადგან ყველა რეპუტაციული ბრენდი რომელიც და ბაზარზე დამკვიდრებულია ყოველთვის მის ინტერესში შედის რომ ნორმალური პროდუქცია გაყიდოს არც ერთი დიდი კომპანია არაა ისეთი რომელსაც თქვა ათასობით ადამიანი ყავს დასაქმებული და ფიქრობდეს რომ მოდი ახლა მე ფალსიფიცირება მოვახდინო რამით და ამით მე მოგება დამრჩეს ესე არ მუშაობს ბიზნესი ანუ ესე არ მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები და დიდი და ცნობილი კომპანიები იმიტომ ხდებიან დიდი და ცნობილი კომპანიები რომ მათი პროდუქცია მუშაობს და კარგი რეპუტაცია აქვს ამიტომ ანუ რაღაცა ძალიან შეთქმულებების თეორიაში შესვლა არ არის რა თქმა უნდა საჭირო თუმცა ყურადღება და ის ბრენდის რეპუტაციისთვის ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია როცა საკვებ დანამატს
არჩევთ. მე მაგალითად როცა ვარჩევ Amazon-დან ბესტსელერებიდან ვარჩევ ხოლმე და მაგის მიხედვით ვირჩევ, როცა არ ვიცი ვთქვათ რომელი ჯობია. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, ან გააშეარეთ, ან დააკომენტარეთ, ეს იქნება თქვენი სოლიდარობის გამოხატულება ჩემი არხის მიმართ, რაც დაეხმარება ჩემს არხს განვითარებაში და თქვენ ამ კარგ საქმეში წვლილს შეიტანთ. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.